მე ვერ ხვდები და იქნებ თქვენ ამიხსნათ. სად არის ლოგიკა? განათლებული ადამიანი როგორ შეიძლება იყოს ათეისტი? ყველა განათლებული ადამიანი უნდა იყოს თეისტი, ანუ უნდა სწამდეს უფლის არსებობის. ღმერთი სამყაროს მიღმა არსებობს. შესაბამისად, არალოგიკურია და არასწორია ადამიანი ებრძოდე არსებას, რომელიც შენს სამყაროში საერთოდ არ არის. მარტივად რომ ავხსნათ, ტელევიზორში მყოფი ვერც ერთი არსება ვერ დაამარცხებს ადამიანს, რომელიც ზის ტელევიზორს მიღმა და მას ხელთ უპყრია პულტი. ამ ადამიანს მარტივად შეუძლია ეს ტელევიზორი უბრალოდ გამორთოს. დაახლოებით მსგავს სიტუაციაშია სამყარო და უფალი. უფალი სამყაროს მიღმა, ამიტომაც არალოგიკურია ებრძოდე სამყაროს მიღმიერ არსებას, სამყაროში მყოფი არსება და თან გჯეროდეს გამარჯვების. მაგრამ რატომ იქცევა ზოგიერთი განათლებული ადამიანი ასე? ანუ რატომ გვყავს ჩვენ განათლებულებში დიდი რაოდენობით ათეისტი? ეს ყველაფერი არის ზედმეტი განათლების დამსახურება. ან იქნებ იმ აკრძალული ცოდნის დამსახურება. ჩვენ ვიცით, რომ ოქრო, პლატინა და სხვა ძვირფასი ლითონები არც ერთი არ არის დედამიწისეული. ანუ ეს ყველაფერი დედამიწაზე მოხდა მას შემდეგ, რაც დედამიწა დაიბომბა დაცემული ანგელოზების მიერ. ანუ დედამიწაზე ჩამოვარდნენ დაცემული ანგელოზები. და აკრძალული ტექნოლოგიები თუ ცოდნა მათ მოიტანეს დედამიწაზე. საწყის ეტაპზე ისინი ქიმიას ასწავლიდნენ ადამიანებს, შემდეგ ფიზიკას, შემდეგ აკრძალულ ტექნოლოგიებს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და გადმოცემით მათ ასევე ადამიანებს ასწავლეს ატომური ბომბის შექმნას კი. დიახ, ატომური ბომბი ადამიანის მონაპოვარი ნამდვილად არ არის. ატომური ბომბის აწყობა დაცემულმა ანგელოზებმა ასწავლეს ადამიანებს. ატომური ბომბი ჰქონდათ ქამიტებს, ატომური ბომბი ჰქონდათ ხეთებს, რომლებიც არიან ასევე ქამიტურ შტოში. ატომური ბომბი ჰქონდა ასევე ზღვის ხალხს, ატომური ბომბი ჰქონდა ნიმროდს, რომელიც ცდილობდა უფლის გამოწვევას ომში. მაგრამ მისი ბაბილონის გოდოლი, რომელიც ჯერ კიდევ დაუმთავრებელი იყო, თავზე დაემხო. რატომ? იმიტომ რომ სამყაროს მიღმა არსებას ვერ მოუგებ ომს. ძალიან მარტივია. ხოლო ლაჩარი, მხდალი არის დაცემული ანგელოზების მეთაური, რომლის სახელსაც განზრახ არ ვასახელებ. უფალმა გაგახაროთ და გაგაძლიეროთ, უფალმა კეთილგზაზე გატაროთ მუდამ. სადაც არის სიმართლე, სადაც არის სიკეთე, იქ არის უფალი და სადაც არის უფალი, იქ არის გამარჯვება. ეს არის აქსიომა.